მოგესალმებით. დღეს მინდა გესაუბროთ შვილადაყვანის შესახებ. შვილადაყვანის საკითხს არეგულირებს საქართველოს კანონი შვილადაყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ. დღეს მინდობით აღზრდაზე საუბარი არ გვექნება, ვიდრე ეს არ არის დღევანდელი საუბრის თემა. თუმცა შესაძლებელია შვილადაყვანის მიმოხილვისაც მოგვიწვიოს გარკვეული შემხებლობა აღნიშნულ საკითხზე. კანონის მიხედვით, კანონის მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატეს უფლების განხორციელებას და ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინებას შვილადაყვანისას თუ მინდობით აღზრდისას. კანონმდებლობის მიხედვით, შვილადაყვანა არის კანონით დადგენილი წესით მშვილებელსა და შვილადაყვანილ ბავშვს შორის წარმოშობილი ისეთივე ურთიერთობა, როგორიც მშობელსა და შვილის შორის აკონტროლია გულისხმობ ბიოლოგიური მშობელი და შვილები. ბავშვი არის ნებისმიერი ბავშვი, რომელსაც არ მიუღწევია 18 წლის ასაკამდე. შვილადაყვანისა და მინდობის აღზრდის შესახებ საქართველოს კანონი ეხება არასრულწლოვანი ბავშვების გაშვილების საკითხს. სრულწლოვანი პირებთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. შესაბამისად, მე მინდა დღეს გესაუბროთ ჩემს პრაქტიკაში არსებულ ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც რა თქმა უნდა დასრულდა წარმატებით და განხორციელდა კონკრეტული ბავშვის შვილადაყვანა. ბუნებრივია, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს სრულ საიდუმლოებას და ბუნებრივია ვისაუბრებ აიდენტიფიცირებელი ინფორმაციების გარეშე. კერძოდ, განცხადებელი ხელმა მიმართა შესაბამისი განცხადებით ერთ-ერთ რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სასამართლოს უდავო წარმოების წესით განეხილა სამოქალაქო საქმე გ-ს განცხადებისა გამო არასრულწლოვანი ბავშვის ლ-ს შვილადაყვანის თაობაზე. შვილადაყვანამდე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო ზრუნვისა და ტრაფიკინგის მსხვერპლთა და დაზრალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ განხორციელდა ყველა ის საჭირო პროცედურა, რაც იყო აუცილებელი შესაბამისი განცხადების სასამართლოში შეტანამდე. შესაბამისად, საქმე განხილული იქნა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით დახურვის და საბოლოოდ სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით გ-ს განცხადება ლ-ს შვილადაყვანის თაობაზე დაკმაყოფილდა, გ-ს დაერთონება ლ-ს შვილადაყვანის თაობაზე, შვილადასაყვან ბავშვს ლ-ს დაბადების აქტის ჩანაწერში საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი სამსახურის მიერ შეტანილი იქნა შემდეგი ცვლილებები, კერძოდ ბავშვის გვარი შეიცვალა გვარით, ბავშვის მამის შესახებ მიეთითა ბუნებრივია გ-ს მონაცემები, ხოლო დანარჩენი საქმის ჩანაწერები დარჩა უცვლელი. შვილადაყვანა ნამდვილია სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ შესulis დღიდან და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, ვინაიდან მხარეებს არ გამოუხატავთ სურვილი მისი გასაჩივრების თაობაზე. შესაბამისად, თუ თქვენს ცხოვრებაში არის მსგავსი საკითხები, როდესაც გსურთ ბავშვის შვილადაყვანა, უნდა დამიკავშირდეთ და მე ყველაფერს გავაკეთებ თქვენი კანონიერი ინტერესების დასაცავად. რაც შეეხება ჩემს პირად გამოცდილებას, მე 6 წლის მანძილზე მუშაობდი სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომელიც წარმოადგენდა მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს. შესაბამისად, არაერთ შვილადაყვანის საქმეში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს სახელით, როგორც მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი, თუმცა ჩემს პირად პრაქტიკაშიც არის მსგავსი საკითხები და მაქვს ამოწურავი ინფორმაცია და ცოდნა კონკრეტულ ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით. გმადლობთ ყურადღებისთვის და დროებით.